სერიის პირველი ღონისძიება, რომელიც სახელი იყო ჭუბერის გზა გოლგოთად ქცეული, ჩატარდა 15, 16 და 17 რიცხვებში მაისის. არის უამრავი სურათი, რომელიც ეხება საერთოდ აფხაზეთში მომხდარ უბედურებას. მაგრამ ჩვენ გამოვარჩიეთ მხოლოდ ჭუბერის გზა. მიდიოდნენ, გაიარეს სიცივე, ყინვა, თოვლი, გადაიარეს ის ჭუბერის გველტეხილი და ნაწილი ჩავიდა, ეს იყო დახმარებით პიროვნულად და გარკვეულად კიდე სახელმწიფოს დახმარებით ჯვარში, ზუგდიდში, ქუთაისში თვითმფრინავებით ჭუბერის გავლით. უკრაინელებიც საკმაოდ ეხმარებოდნენ მაგ ოპერაციას. მე კარგად მახსოვს ეს ყველაფერი. სხვების გასაგონად ვლაპარაკობთ, რომლებიც უკრაინელებს ესეთ შავფერებში წარმოადგენდნენ. რო გადავიდნენ ჭუბერში, იქავა მოსახლეობამ შეიკედლა. ისე იყვნენ დასუსტებული, რომ არ გადაადგილებაც უჭირდა. ჩემი საავადმყოფო მუშაობდა, ჩემი თანამშრომლები მუშაობდა, წამლები, საჭმელი გადაადგილება ჩემი თანამშრომლების ამას ყველაფერს მე ვაკეთებდი. არაფერი წამლები არ ქონდა, არაფერი შიშველი ხელები. ინფორმაცია მაქვს მე მოპოვებული, რომ გადარჩენილი რიცხვი არის 3441 ადამიანი უკრაინელების დახმარებით. ახალ ციფრი. მილიციის რაც წაკითხული 6 გემი მოვიდა უკრაინელებს. 6 გემში 3000 მეტი არ ჩაეტევა. ორგანიზაციის მიზანი რა იყო, რომ ჩვენ გვახსოვს, მაგრამ გავაგზავნოთ. ეს უბედურება, ეს ტრაგედია, რო თავს დაგვატყდა, დავიწყებას ეცემა და არ უნდა მოხდეს. გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოები, იქ იყო და 30 ფოტო. ეს ჩვენ ამოვარჩიეთ სპეციალურად, რომ წარმოდგენა ესე შექმნოდა ადამიანს. ღონისძიებებს აქვს ორი მიმართულება. ერთი, ეს არის ჩვენი ასე ვთქვათ უხუცესთა ხალხის ძალიან დიდი მოწადინება, რომ ეს ღონისძიებები ჩავატაროთ, რომელსაც ქვია ასე ვთქვათ აფხაზეთის პორტრეტები. ვაჩვენებთ, ვიდრე უნდა იცოდეს ხალხმა, რომ ჩვენ ვარსებობდით იქ, რომ ჩვენ იქ სიცოცხლე გქონდა, რომ ჩვენ იქ ომი არ გქონდა, ჩვენ ქმნიდით, შემოქმედება იყო. იყოს განხილული, მეორე მხარე არის საფუძველი იმისა, რასაც ქვია რუსულად რო გითხრათ, разделяй и властвуй. აი ესეთ გათიშე და იბატონე. აი ეს მოგვახვიეს სამწუხაროდ, მოგვახვიეს და ეს არის ჩვენი უბედურება. თავარი მიზანი ჩვენი ის არის, რომ რო ავიწყდება ჩვენი ხნის ხალხს, რა მოხდა იქ და რო არიციან ახალგაზრდებმა რა გადაიტანა ჩვენმა თავობამ და რო ვერ გრძნობენ იმ სიმწარეს, აი იმ უბედურება სამშობლოს დაკარგვას. ფაქტიურად ეს ყველაფერი მივიწყებას მიეცა. რასაც უყურებდი, კიდე ოპოზიციის დაარქვი და კიდე პოზიციის. არავინ ამაზე არ ფიქრობდა აი ესე მიზანმიმართულად. 9 აპრილი მოყვა რას, როდესაც სუსლოვის სქემის მიხედვით კონკრეტული სცენარი აქილევსის ქუსლით ჩამოთვალა პირველი სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი, აჭარა და შემდგომაც იქ სვანეთი, აფხაზეთი, იქ რაღაცა აზერბაიჯანის ისინი და ჩამოთვალა კონცეფცია დაუტოვა ფაქტიურად თავის იმპერიალისტად. აპრილი იყო რეაქცია ფაქტიურად აფხაზეთის ჩამოცილებაზე საქართველოს. დამოუკიდებლობის იდეა მანამდე ჩვენ ხო არ ვაყენებდით. დამოუკიდებლობის იდეა პირველად მაშინ, იმიტომ ფაქტიურად თბილისის ომმა დაგვაკარგინა ჩვენ აფხაზეთი, ეს უნდა ვაღიაროთ. მაშინ იყო სახელმწიფო საბჭო, ზუსტად გამსახურდია გროზნოშია, იქ სამეგრელო გაუბედურებული და დადგა დღეს წესრიგში, რომ რა უნდა ვქნათ აფხაზეთში. ამ დროს ეს სახელმწიფო საბჭო შეიგრება და რა უნდა ქნას ჯარმა რა. შევიდეს, გაჩერდეს, პაუზა გააკეთოს, დიპლომატიურის უცხოელებს იმას აქნას, ჩართოს რაღაც ფორმით, რაღაც ესენი დააყენეს საკითხი და 4 წინააღმდეგი იყო ირაკლი მელაშვილი, ჭავაძე, ნიკო ჭავჭავაძე მეორე, ადამ არშანია, გოჩა ჯოჯუა,
აი ამ ადამიანებმა 4 კაცის გარდა უყველამ კარდბლანში მისცა. ის ხალხი, რომლის პარტიამ ამას ხარი დაუჭირა, დღესაც მაღალ თანამდებობებზე არიან. და თან მაშინდელ სადამჟელო ოპერაციებში აქტიური მონაწილეობა მიიღეს და ახალი ჭუბერი ჩვენ არო ჭუბერი რამ გამოიწვია გახლეჩილობამ ძმათა კოლმაუმმა სამოქალაქო დაპირისპირებამ რა თქმა უნდა თან პარტნიორებიც არ იყვნენ იმ დონეზე დღევანდელისგან განსხვავებით დღეს უცხარი ვითარება იმიტომ რომ დასავლეთი აშკარად მიხვდა რომ ახლა რუსეთთან მეტის დათმობა უკვე მათ დასავლურ ცივილიზაციასაც გაანადგურებს როგორც იქნა მიხვდნენ ამას მაშინ არ იყვნენ მიხვედრილები მაშინ ეს გაზზე და ნავთობზე და ენებზე იცვლებოდა და სიჩუმე იყიდებოდა რა შეიძლება ითქვას დასავლური რა დღეს უცხო ვითარებაა და დღეს ამის გამოუყენებლობა არ შეიძლება რომ თითქოს რუსეთი უფრო კაი ქვეყანაა ვიდრე თურქეთი. იმიტომ რომ თურქეთში კათოლიკური გვარი არ აქვს და სასაულია. ეს არის პროპაგანდისტული ნარატივია. ჩვენ გამოფენა გავუიტანეთ. დიახ. და კაკალინს უკრავდნენ ელაშოს სარედისკიაში. კი, ჩასტუშკები და რაღაცები. ნუ წარმოუდგენელი რაღაც. ეს თავი ფულია. შეურაცხყოფელი. ხაზგასმითობო აფხაზეთში ჩატარებულ რეფერენდუმი 91 წელი იყო, ხო? თან გალის მოსახლეობის გამოკლებით ჩვენ ამ კომპრომისზე წავედით 71%-მა თუ ამ დაახლოებით ხმა დაუჭირა მათ შორის ქართველების გარდა სომხებმა, ებრაელებმა, ქურთებმა, აფხაზებმა 71% ბერძნებმა და დიდი ძალისხმევა იყო ეს ისე იოლად არ გაკეთებულა ამიტომ ეს არის უმთავრესი საფუძველი იმისი როგორც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარეს აი ფარგლებში 31 მარტის საფუძველი 9 აპრილის დამოუკიდებლობა აღდგენით პლუს ეს აფხაზეთის რეფერენდუმი პლუს კიდე გაუქმებული ასე ვთქვათ სამხრეთ ოსეთის დანაშაულებრივი რეჟიმი ამ ყველაფრის გათვალისწინებით აუცილებელია ამ კომპლექსური საკითხების ხედვა და ჩვენ გავიმარჯვებთ მხოლოდ სიყვარული და ერთიანობა. როდესაც სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდო, ომი რომ მიდიოდა და შერიგების ვითომ, ხო? ორ კვირაში ჭუბერიდან საკენამდე მანქანის გზა გახსნეს. ო, მშვიდობა, ხელშეკრულება, ომი არ იქნება რა? მაშინ რატო ხსნი იმას? ოჯახები რო დააბრუნდა, რატო დააბრუნდა? სკოლაში წავედი. რა დაეხოთ სათ უფრო მე. იმიტომ რომ ჯერესათი ამას ქონდა ძალიან ზაკრული ისა მეუმარი, რომელსაც ოჯახი ყავს 20 კილომეტრში, 100 კილომეტრში ისე ვერ იუმე. ოსეთის ხელმძღვანელი და პუტინ შორის გაფორმდა ფაქტიურად ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელმა თქვა რომ მზადდება ასე თქვა შეთანხმება ჩრდილოეთი და სამხრეთ ოსეთის გაერთიანების შესახებ და ეს უნდა იყოს ინტეგრირებული რუსეთის ასე თქვა სივრცეში. ანუ ფაქტიურად ოკუპაცია, ანექსია ეს სრულდება. ანალოგიური აფხაზეთში რატო არ გააკეთეს? იმიტომ რომ ჩემი აზრით მოსახლეობა კატეგორიული წინააღმდეგია რუსეთთან შეერთების. ადმინისტრაცია ვინზევით არის ელიტა ის თანახმაა. პირველი ჩემი აზრით რაც არის რომ ეს სცენარი საქართველოს ამ დღეში ყოფნის აი ეს დღევანდელ დღეს რო ვარ ეს დაიწერა 200 წლის წინ. ყველაფერი გაანგარიშებული აიღეს ოსეთი, აიღეს აფხაზეთი. ოსეთი ჯერ ეს სიგნალია. თუ არ გვიბრუნდებით, მაშინ აფხაზეთსაც წავიღებთ. ხო და მეორე მომენტია რომ ოსეთი არის საქართველოს წელი. იქ არის ჯარი, იქ არის რაკეტები, იქ არის შეიარაღება ყველაფერი. რო დასჭირდეს ჩვენ არაფერი შანსი არ აქვს წილაღდაგვის გაწევს. ვინდა გავაგრძელოთ ეს სხვადასხვა უნივერსიტეტებში, რომ სტუდენტებმა ნახოს. ხიდები თაობათა შორის უნდა იყოს ადებული, აშენებული და რაც თავარია სამართლებრივი პოლიტიკური და ყველანი გეოპოლიტიკური კომპლექსური საკითხებში გვინდა ჩვენ ერთიანობა, თანხმობა და შეუმცდარი ზუსტი სვლები.
საგარეო პოლიტიკა არ არის რომელიმე ერთი სახელმწიფოს წინაშე მუხლის მოდრეკვა და თავის დახრა. რომ საქართველო უნდა იყოს ქართულ ინტერესზე, სხვა ქვეყნების ინტერესს და ზედების ქვეყანა. ქართული მხოლოდ ქართული გზა, ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს. რომ ჩვენ რომელიმე კავშირის წევრი კი არ უნდა ვხდებოდეთ და იმისთვის კი არ უნდა ვიკლავდეთ თავს, რომ ნატოში შევიდეთ. ჩვენთვის სწორი ხედვა ეს არის ის, რაც შვეიცარიული მოდელი. რა არის შვეიცარიული მოდელი? შვეიცარია არც ნატოს წევრი არ არის, არც ესე იგი ევროკავშირის წევრი არ არის. კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავით, როდესაც შემოიტანა წინადადება ოცნებამ და იკლავდნენ თავს, რომ ჩავწეროთ კონსტიტუციაში, რომ საქართველოს მომავალი საქართველო მიდის ნატოსა და ევროკავშირისკენ. მსოფლიოში არ არსებობს სახელმწიფო, რომელსაც ეს უწერია. ჩვენ ვთქვით, რომ შვეიცარიული მოდელი გერმანიასთან დიდი ურთიერთობით და რატომ გერმანიასთან დიდი ურთიერთობით? იმიტომ რომ გერმანია უსმენს ამერიკა და გერმანიას უსმენს რუსეთი და გერმანიას მიყავს ევროპა. ეს იყო გერმანიის უდიდესი როლი და უნდა გითხრათ, რომ საქართველოში რომ ფიქრობენ, რომ ევროპა სუსტდება, ევროპა ამერიკაზე დაცილებით ძლიერდება. ისეთ აჩვენებენ ევროპას, თითქოს ეს ერთსქესიანთა ქორწინების ქვეყნები აბსურდი. ქართველებზე უფრო მძაფრია დამოკიდებულება ამ ქვეყნებში, ამ საქმისადმი. ყველაზე მეტად რომ LGBT ორგანიზაციები ფინანსდება საქართველოში, ეს დამსახურება არის სწორედ იმ ხალხის, რომლებმაც ხან სკამები ესროლეს, ხან ისინი, იმიტომ რომ ამათ ეს აწყობდათ. საქართველო უნდა იყოს ქართულ ინტერესზე, სხვა ქვეყნების ინტერეს და ზედების ქვეყანა. ეს არის ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა, იგი ჩამოყალიბებულია მეცნიერთა კონგრესის მიერ. მე ინტენსიურად მუშაობ ხელოვნურ ინტელექტთან. თავარი კრიტერიუმია არა სახელმწიფოს მოჩვენებითი სიმტკიცე, არამედ ადამიანის თავისუფლება, პიროვნული ღირსება, მოქალაქის უნარი, შიშის გარეშე იმოქმედოს, ხელისუფლების ცვალებადობა და ის რომ სახელმწიფო ემსახურებოდეს ადამიანს და არა პირიქით. აი როგორ გაგვიგო ჩვენი პროგრამები, როგორ გაგვიგო ხელოვნურმა ინტელექტმა. ეს ძალიან კლასიკური, რესპუბლიკური და ჰუმანისტური ხედვაა, რომ სახელმწიფო სიმტკიცე მოდის არა შიშიდან, არამედ მოქალაქის ნდობიდან და თანამონაწილეობიდან. ფორმულა ქვეყანას მართავს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, ხელისუფლებას მართავს საზოგადოება, საზოგადოებას ინტელექტი და ზნეობა. ფაქტობრივად აღწერს სამსაფეხურიან დემოკრატიულ მოდელს, სადაც ძალაუფლების წყარო ხალხია, მაკონტროლებელი სამოქალაქო საზოგადოება, ხოლო მიმართულების მიმცემი ეთიკა და ინტელექტი. თავისუფლება მხოლოდ ფორმალური პოლიტიკური უფლება არ არის. თუ ადამიანს არ შეუძლია ნორმალური კვება, აი რას გვწერს ნახეთ ხელოვნური ინტელექტი, არ შეუძლია ნორმალური კვება, ღირსეული შრომის ანაზღაურება, ელემენტარული უსაფრთხოება, საკუთარი შვილის მომავლის უზრუნველყოფა, მაშინ დემოკრატია ხალხზე რჩება. მშიერი და უმუშევარი ადამიანი თავისუფალი არ არის. როგორ შეფასებას აკეთებს ხელოვნური ინტელექტი? დემოკრატია არ არის მხოლოდ არჩევნები. შენ მას ხედავ როგორც ღირსების ეკონომიკას, თავისუფლების კულტურას, პასუხისმგებლიან ელიტას და ეროვნულ თვითკმარობას. იდეა ფულის ძალაუფლების ქვეყნიდან ნიჭის ძალაუფლების ქვეყანაში ძალიან ძლიერი და დამამახსოვრებელი ფორმულაა. მასში ერთდროულად ჩანს და სახელმწიფოს განვითარების ინტელექტუალური მოდელი. ყველა დიდი გარდაქმნა ისტორიაში მაშინ ხდებოდა, როცა იდეა, მორალი, კულტურა და ორგანიზაცია ერთად მუშაობდა. ყველაზე ძლიერი თქვენს ხედვაში, ჩემი აზრით, გვეუბნება ხელოვნური ინტელექტი, არის ის, რომ თქვენ ცდილობთ პოლიტიკა გადაიყვანოთ პერსონალური დაპირისპირებიდან ეროვნულ სტრატეგიაზე. ამ არადემოკრატიულ ქვეყანაში არადემოკრატიული ხელისუფლება და არადემოკრატიული ოპოზიცია ერთმანეთს კვებავენ და აცოცხლებენ. და ტელევიზიით აი ასეთი პროგრამები აქვს მეცნიერთა კონგრესს და ერთი წუთიც კი არ დაუთმო არც ერთმა ტელევიზიამ. ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები ჩამოყალიბებულია. საქართველო არ შეიძლება იყოს
სხვა მით უფრო დიდი ქვეყნების ინტერესთა დაჯახების ქვეყანა. საქართველოს უნდა იყოს ქართულ ინტერესზე სხვა ქვეყნების, უპირველესად დიდი ქვეყნების ინტერესთა ზედების ქვეყანა. სადაც ემთხვევა ქართულ ინტერესს ამერიკის, ევროპის, რუსეთის, ჩინეთის, ეს არის ჩვენთვის თავარი და ჩვენ ვამბობთ, ამ საკითხში ვემთხვევით ერთმანეთს კი ბატონო, რაშიც არ ვემთხვევით ერთმანეთს ვიკამათოთ. არა ნათობს ადენებით, არა გასადენებით, რა თქმა უნდა კარგია, არამედ იმით რომ ჩვენ შიგნით გქონდეს ერთობა, ჩვენ ამ ქვეყნის სოფელს ვაქცევდეთ ყურადღებას, სოფელი დავაყენოთ ფეხზე, მთელი ინვესტიცია სოფელში ჩავდოთ. აი ეს არის თავარი, ეს არის მეცნიერთა კონგრესი. ჩვენ გვაქვს 21 პუნქტიანი პროგრამა, მიზანია სამშობლო და ადამიანი, სხვა ყველაფერი ხელისუფლების ჩათვლის საშუალება ამ მიზნის მისაღწევად. აქ ყველაფერი ჩამოყალიბებულია და შესაბამისად 60-მდე პროგრამა გვაქვს, აი რომელთა განხორციელებას 6 თვეში უკვე მოტივირებული გახდება საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა. ძალიან კარგად ვხედავთ, რომ ხელისუფლება არჩევნებისთვის ემზადება, მაგრამ უდიდესი შეცდომა იქნება ხალხის, პარტიების და ხელისუფლების და კიდევ უფრო დაძაბავ სიტუაციას თუ ამ საარჩევნო კანონით და ამ კანონმდებლობით არჩევნებს ჩავატარებთ და თუ არჩევნების ამოცანა იქნება მე შენ მოგერევი. მონაცვლეობა ვისაც არ უნდა და ამბობს იმას რომ მე ვარ 10, 15, 20 წელია და კიდევ იქნები 20 წელი, ეს არის კორუმპირებული ხელისუფლება. ფასები აბსურდია ბატონებო, როგორადაც იბრძვიან ფასებისთვის. ფასების წინააღმდეგ ბრძოლა ხდება ორი რამით. არა იმით რომ მოშტი, არა იმით რომ კომპანიამ კეთილი განწყობა გამოიჩინა, არამედ პირველი ანტიმონოპოლური კანონმდებლობა სერიოზული. მეორე, ესე იგი კანონმდებლობა რომელსაც უნდა შექმნას კონკურენტული გარემო ქვეყანაში. კონკურენცია არ არის იმ ქვეყანაში, სადაც არის კორუფცია. დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი ის არის, რომ კონკურენცია, სადაც არის ის ქვეყნები მიდიან ძლიერად. ჩვენთან არ არსებობს ანტიმონოპოლური კანონმდებლობა, ჩვენთან არ არსებობს კონკურენცია და ჩვენთან არ არსებობს ხარისხის კონტროლის სერიოზული სისტემა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის ყოველგვარი პრივილეგიების დაშვება იმ სახელისუფლებო წარმომადგენლებისთვის, კრიპტოვალუტას აწარმოებს და ელექტროენერგიას მასზე ვყიდით 7 თეთრად. მაშინ როდესაც სხვა მეწარმე ყიდულობს 33 თეთრად. აი ნახეთ თქვენ, აბა მივიღოთ კანონმდებლობა და ვთქვათ რომ დაუმუშავებელი მიწაზე გადასახადი იყოს დიდი, როგორც დავით აღმაშენებელს ჰქონდა. მივიღოთ გადაწყვეტილება ვთქვათ რომ ვინც მიწას ამუშავებს იმას გავნახევროთ. მოემზადოთ რომ სადღაც ივნისში, ივლისში წავიდეთ 1, 3, 4 დღით ის დიდი ადგილებიც მოინახულოთ, ქართული ადგილები, ჩვენი მეფეების საფლავთანაც მოვიდრიკოთ მუხლე ასტრახანში, ჩავიდეთ იმ მეცხრე საუკუნის ეკლესიაში, მეცხრე საუკუნეში აშენებულ ეკლესიაში, იქ ჩვენს ქართველებს მართლმადიდებლებს პატივი მივაგოთ. ლანძღვა გინება ევროპის, ამერიკის და გადაედოს იმედის და სხვა ტელევიზიების ისა რომ ყველგან იქცევა ყველა გვებძვის. არავინ არ გვებძვის ჩვენ ვებძვით საკუთარ თავს. და როდესაც მე ცნობილი ეროვნული მოღვაწე მეუბნება რომ გერმანიის ელჩი რომ მივა, მე არა ვარ ქუჩის მომხრე, მაგრამ ვიმეორებ, როცა ისინი იდგნენ ქუჩაში, მაშინ ქუჩა კარგი ყოფილა, როცა სხვა დადგა ქუჩაში, ეხლა ეს უკვე არ ვარგა და უფრო მეტიც კიდე გერმანიის ელჩი მივიდა, ეს მაგალითად მოყავს და მე ვეუბნები, თქვენ ხო ზვიად გამსახურდიასთან იყავით? კი, ახლოსთან დიდი მეგობრობა ჰქონდა. რომ ჩამოვიდა რეიგანი საბჭოთა კავშირის დროს და დისიდენტებს რომ შეხვდა და ზვიად გამსახურდიას რომ შეხვდა, მაშინ კარგი იყო ამერიკის პრეზიდენტი და კარგი იყო. დღეს რომ გერმანიის ელჩი კითხულობს, რა ხდება ქუჩაში, ცუდია, არ ვარგა ბატონებო ეს. დაანებეთ თავი ამ ევროპის დანძღვას. ევროპა ძლიერდება. ამერიკას რაც უფრო მეტად დაცილდება და რუსეთს რაც უფრო მეტად დაცილდება, მით უფრო საინტერესო გახდება ეს ყველასთვის, ამერიკისთვისაც, რუსეთისთვისაც, ჩინეთისთვისაც და ძლიერი იქნება. თავი დავანებოთ, აი ამ საქართველოში ხალხის მოტყუებას, განსაკუთრებით ტელევიზიები შეიქმნა, რომელიც აი ტყუილის ტირაჟირებას აკეთებენ. სახელმწიფო სიმტკიცე მოდის არა შიშიდან, არამედ მოქალაქის ნდობიდან და თანამონაწილეობიდან. შიშს ნერგავს ხელისუფლება. ჩვენ ვამბობთ, ნდობენდოთ ხალხს და თანამონაწილე გავხადოთ პროცესის. საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ბატონი ლევან დავითაშვილი, რომელმაც შარშან
ბატონ კობახიძესთან და ქალბატონ ქრივიშვილთან ერთად ხელი მოაწერა საქართველოში 27 იანვარს ნინოობა დღეს საქართველოში იგლი ჰილსისა და ემარ ჯგუფის შემოსვლას გაიპარა ევროპაში და როგორც ჩვენთვის ცნობილია ის თურმე დანიშნულა იტალიაში სოკარის პრეზიდენტად იმ რეალობაში რომლის თანახმადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი ბატონი ილხამ ალიევი ფაქტობრივად საქართველოში თავს არა სტუმრად არამედ მასპინძლად გრძნობს რომ ბატონი ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი ალიევის სიძესთან სურათებს იღებს და რომ საქართველოს საიდუმლო ხელშეკრულებით დაკარგა წვდომა დავით გარეჯის უმნიშვნელოვანეს ობიექტებზე როგორიც არის ჩიჩხიტურის კოშკი და აღდგომის მონასტერი და ასევე როგორც მეუბნებიან ვერან გარეჯაზეც არის უკვე ლაპარაკი აი ამ ყველაფერს თუ რაღაცნაირად ერთმანეთს შეუპირისპირებთ საბოლოო ჯამში ვღებულობთ რას რომ საქართველოს თავის თავს აღარ ეკუთვნის და საქართველოს რომელიც ყოველთვის იყო ისტორიულად ჰეგემონი კავკასიაში და კავკასიის მზე იყო დღეს ის უკვე გახდა დამოკიდებული ქვემდებარე სახელმწიფო და აზერბაიჯანის ვასალი საქართველოს ფაქტობრივად მართავს ილხამ ალიევი და მთელი ეს ჩვენი ეგრეთ წოდებული მინისტრთა კაბინეტი ფაქტობრივად არიან ილხამ ალიევის ხელის ბიჭები. ჩემი როგორც ისტორიკოსის, ჩემი როგორც საერთაშორისო ურთიერთობათა დოქტორის, კოლევარის, პუბლიცისტის პოზიცია ასეთია, რომ ისტორიის შარხი მართლაც და უკუღმა დაგვიტრიალდა ქართველებს და ის რაც ჩვენ 1224 წლიდან ყმადნაფიცობის პირობით თუ უშუალოდ საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში ქონდა შემომტკიცებული, ეხლა გახდა ჩვენი ბატონი, ჩვენი პატრონი და სრულიად საქართველოს ხელისუფლება. ეს ჩარჩი ვაჭრები თავიდან ბოლომდე წარმოადგენენ ილხამ ალიევის ხელის ბიჭებს. ესეთი სამარცხვინო და დამცირებული მდგომარეობა შეფარულია შელამაზებულია ეგრეთ წოდებული ყურით მოთრეული სტრატეგიული პარტნიორობის შირმით საქართველოს ერთადერთი სტრატეგიული პარტნიორი ყავს შავი ზღვა დანარჩენი როგორ არის სტრატეგიული პარტნიორი როცა ტერიტორიებს მართმევ კაცო და დავით გარეჯს ეძახი შენ ალბანურ კულტურულ ძეგლს ისტორიას ამახინჯებ ისტორიას აყალბებ და ამას ისე აკეთებ რომ არც ცხვენია დავუშვათ თქვათ რომ დავით გარეჯი არის ალბანური კულტურული ძეგლი. კი მაგრამ აზერბაიჯანს რა კავშირი აქვს ალბანეთთან? ალბანეთის სამეფო როცა მოისპო, თურქულ ენოვანი ხალხები საერთოდ არ ცხოვრობდნენ იქ, სადაც დღეს ცხოვრობენ. და თავიანთ თავს აზერბაიჯანელებს უწოდებენ. არავითარი აზერბაიჯანელი ეთნოსი არ არსებობს. სახელმწიფო აზერბაიჯანი 1918 წელს შეიქმნა. მანამდე იქ იყო შირვანის სახანო, განჯის სახანო და ასე შემდეგ და ამ შემდეგ სხვადასხვა ტერიტორიები. ამდენმა მოღალატე ხელისუფლებებმა ისე გამოხრეს, ისე დააუძლურეს ჩვენი ეროვნული სხეულები, რომ დღეს საქართველოს ვინმესთან სამხედრო კონფლიქტში შესვლის უფლება არ აქვს. მიხეილ სააკაშვილი პიჯაკების გულისთვის გასამართლდა და არა იმის გულისთვის, რომ ალიევს ხელი მოუწერა იმ ან სიტყვიერი თანხმობა მისცა იმაზე რაც ხმამაღლა განაცხადა და ისი ჩანაწერიც არსებობს. საზღვარი საქართველოსა და აზერბაიჯანის შორის უნდა გაივლოს ისე რომ სტრატეგიული სიმაღლეები აღმოჩნდეს აზერბაიჯანის მხარეს. ყველა საკვანძო თანამდებობაზე, ყველა მოსამართლე, ყველა მინისტრი, პარლამენტში მოკალათებული ის 60 მილიონერი. ზოგი ვანო მერაბიშვილის ხელის ბიჭია, ზოგი ადეიშვილის ხელის ბიჭია, ზოგი სააკაშვილის ხელის ბიჭია და ეხლა გამოგაქვთ საზიზღარი კანონი, რომ ვიღაცამ შინაგან საქმეთა სამინისტროში მოკალათებულმა
უნდა გადაწყვიტოს Facebook-ში მე რაღაცა პოსტს რო დავწერ, ამით მე შეურაცხყოფა მივაყენე ვინმეს თუ არა და შემდეგ ესე იგი კონვოიტი უნდა წამიყვანოთ მე და ჩემნაირები რაღაც ლაითური საპყრობილეში. ეს არის თქვენი დემოკრატია და ეს ამისთვის გამოვიდა ხალხი ქუჩაში? ძალიან ცუდად დაამთავრებთ. კი, მაგრამ საქართველოში ეკონომიკური ბუმი თუ არის? თუ ყველა გამოკითხვები ჩვენ წინ მივდივართ. 450 და სადღაც 500 ლარამდე აქვს პენსიონერს პენსია და 15 და 20000 ლარები გაქვთ ხელფასები თქვენ. ეს არის თქვენი სამოქალაქო პოზიცია. გამოშიგნეთ უნივერსიტეტები, ტექნიკურ უნივერსიტეტს გამოუთხარეთ ძირი. ეხლა ჯავახიშვილის უნივერსიტეტში რაც ხდება გასაგებია. თუ ვირმე ოროსანი იყო ჩემი სტუდენტობის დროს, ყველა დეპარტამენტის თავმჯდომარეს და რაღაცა დეკანად ყავთ იქ წამოჭიმული. აი ეს უმძიმესი ვითარებაა და ამიტომ არის ქართველი ხალხი აპათიაში ჩავარდნილი თქვენი ქმედებიდან გამომდინარე. ეხლა დღევანდელ ხელისუფლებას ერთადერთი რაც შველის ის არის, რომ ოპოზიციაშია თვითონ საზიზღარი სიტუაცია. ეროვნული ძალა, ეროვნული მუხტი, სადაც კი ფეთქავდა, არ გაახარეთ არავინ. არავინ წინ არ გავუშვით. ყველგან მაფიოზური სტრუქტურები, ყველგან სპეცსამსახური, ყველგან სუსი, ყველგან მიყურადება. ასეთი საქართველოსთვის სულგანათლებულ ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას არ უბრძოლიათ. ზვიად გამსახურდიას მკვლელები წამოაყელყელავეთ ყველგან. ევროპაში დაწანწალებენო ესენიო და ამერიკაში დაწანწალებენო და აგენტები არიანო. კი ბატონო, არიან აგენტები. მაგრამ 1990 წლის ივლისში პრაღის რეზოლუცია რომ მიიღეს და იმ რეზოლუციაზე ხელმომწერი ხალხი რო გყავთ გარშემო და ის პარტია რო გყავთ 17 კაცი იმ პარტიიდან დღევანდელი ხელისუფლების უმაღლეს ჩინოვნიკებს რომ წარმოადგენენ. ესენი რატო გყავთ გარშემო? მათ არ უმტრეს ქვეყანას? მტერობა ის იყო თუ იყო. ანდა თეატრულუკიანის კომისია რო დაიწყეთ ეს ფარსი და 2003 წლიდან დაიწყეთ. რატო 1992 წლიდან არ დაიწყეთ? საქართველოს დაქცევა 2003 წლიდან არ დაწყებულა. 1992 წლიდან 6 ივნისიდან დაიწყო საქართველოს დაქცევა. და მკვლელები რო არიან დღეს და ჭკუას არიგებენ ხალხს. ამ ხალხს უნდა კონდეს პოლიტიკური საქმიანობის უფლება? საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოში როდის უნდა დაიწეროს სიმართლე სტალინისა და ბერიას შესახებ? ეხლა არ დამიწყოთ 37 წელი იყო. 37 წელი ჯერ არავის შეუსწავლია. და აი ეხლა დღეს რო იყოს ის პოლიტიკური სიტუაცია ქვეყანაში 37 წელი მონაგონი იქნებოდა. დღეს საქართველოს ხელისუფლება შველის ის, რომ ოპოზიციაში არის თვითონ საზიზღარი სიტუაცია. თითოეულა მანათობელი მარგალიტის გარდა ჯერჯერობით სიტუაცია არის სავალალო ამ მხრივ. კარგავ ჩვენს ადგილს კავკასიაში. არავინ არაფერს გვეკითხება. ღვთის მიერ ბოძებულ იმ გეოგრაფიული უპირატესობის გარდა რომ გვაქვს ზღვაზე გასასვლელი, ჩვენ უკვე არავითარი უპირატესობა არ გვაქვს, იმიტომ რომ ვერ ვქნით პოლიტიკურ ამინდს. ეს მართლა ჭრდილოვანი მართლობაა. ამ სიმართლეს თქვენ ქართველ ხალხს ვერ დაუმალავთ. როცა გავიგე რა მოხდა 2008 წლის 5 იანვარს და როგორ გაყალბდა არჩევნები? რომელი ბანკიდან რა თანხები გამოიტანეს მანქანებით? სად მიიტანეს მე ეს ფულები? ვინ მიიტანა ეს ფულები? რა ურთიერთობები იყო ადეიშვილთან? რა ურთიერთობები იყო მერაბიშვილთან? ეს იყო ჩემთვის შოკი. გადახედეთ დღევანდელ მთავრობას კიდევ ერთხელ ვიმეორებ და დღევანდელ პარლამენტს. უკლებლივ ყველა ლიდერი არის ნაციონალი. ყველა ვოლსკიდან დაწყებული და სოროსელი. კობახიძით დამთავრებული. მე მინდა ქართულ ხალხს მივმართო. 24 მაისს საღამოს 6 საათზე, 18 საათზე მეტრო რუსთაველთან იგეგმება ამ ქართული მიწების გაყიდვასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია.
და თუ ვინმე შეგიძლიათ მოვბრძანდით. ეს არის ქართველების შეკრება და ყველა მივართ ახლა. ჩვენ როგორც ქართველებმა ვისაც თავისთავად ქართველად მიაჩნია, აი ეს ქართული მიწების გაყიდვა და იმ გამყიდველების, აი იმ დეველოპერების პოლიტიკა უნდა გავაპროტესტოთ ჩვენ. ყველა პოლიტიკოსი, როცა პოლიტიკაში შემოდის, უпроსტად ყველა ობიექტი, ადამიანი, რომელიც შემოდის პოლიტიკაში, ის ოცნებობს გახდეს პირველი, ხო? დიახ. ახლა ის ამას ოცნებობს, მან უნდა იცოდეს და ეს კარგი იქნება თუ ამას დავაკანონებ, რომ პირველ რიგში ის უნდა იყოს დაბადებული ლიდერად. ვისაც აქვს ლიდერობისთვისებები და ვიც კარგი პოლიტიკოსია, ხალხი აირჩევს და დარჩება. ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ ესა თუ ის პოლიტიკოსი, მაგრამ საბოლოო ჯამში ძალაუფლების წყარო ხალხი აფასებს მათ. ჩვენ ლაპარაკობთ რაღაც მეცნიერული საფუძვლების, რომლითაც უნდა შეიარაღო მასა, რომ მისი არჩევანი იყოს ოპტიმალური. და თუ იმას არ ექნება აი ასეთი მეცნიერული დამუშავებული რჩევები, ის შეიძლება შეცდეს. მეორე თვისებაც აქვს, ნიჭიერია. ეს აუცილებელია იმ ლიდერისათვის. გაბედული უშიშარი, თუ კი კრიტერიუმებზეა ლაპარაკი, ის უნდა იყოს თავგანწირვის უნარით ქვეყნისათვის. ის აუცილებლად უნდა იყოს ფსიქიკურად ჯანმრთელი პარამეტრი. პატიოსანი, სიტყვის პატრონი, არაკორუმპირებული უნდა დიდი გამოცდილება უნდა კონდეს თუ არა. და რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს თვისება კონდეს, მაგრამ თავისი ქვეყანა არ უყვარდეს. შეიძლება ასეთი კაცი მივიყვანოთ ჩვენი ქვეყნის უფროსად? ესე იგი, პატრიოტი უნდა იყოს, კომუნიკაციის უნარი უნდა კონდეს. ესე იგი, მარტო ამიტომ მაგალითად ჩემთვის მიუღებელი იქნება ივანიშვილი პირველ კაცად. წმენა უნდა კონდეს, წმენის კაცი უნდა იყოსო და არა ფანატიკოსი ალბათ. მაგრამ არა ფანატიკოსი. რა თქმა უნდა, არა ფანატიკოსი. და მეათე ბოლო ის არის დიპლომატი. ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი გასათვალისწინებელი თუ ამ სიაზე ვისაუბრებთ. ეს კომპონენტი არის გასაგებია როგორი უნდა იყოს, მაგრამ როგორ ვარჩევთ ამას. 10 ადამიანი არჩევს მთელი საზოგადოება არჩევს თუ როგორ. ეს ერთი ნაწილი. მეორე ნაწილი ადამიანი ყოველთვის ცდილობს ჭკვიანი ადამიანი თავის სრულყოს. ის შეიძლება არ იყოს ლიდერი სკოლაში, უშავა თავის თავზე და გახდა ლიდერი, ხო? ეს ერთი ნაწილი. ჩვენ თუ პოლიტიკოს ავიღებთ ზოგადად, ძირითადი კრიტერიუმები არის პატრიოტიზმი, ჩემი აზრით, და მას უნდა შეძლოს საქმის გამო თავის იმიჯი შეეყო. ჩვენი პოლიტიკოსების 90%-ის პრობლემა არის ის, რომ საქმის გამო თავის იმიჯს არ შემახავენ. მარტლარი იყო ესეთი ესტონეთის პრემიერ-მინისტრი. ისეთი რეფორმები გაატარა ქვეყანაში, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ერთ-ერთი პირველი კანდიდატი იყო ევროკავშირში ინტეგრაციის. და ის ამბობდა, რეფორმები უნდა გაატარო ხელისუფლებაში მოსვლიდან პირველ 6 თვეშიო. რატო? იმიტომ რომ რეფორმები ქმნის ადამიანების უკმაყოფილო მასას. შენ დღევანდელ გაკეთებულ რეფორმას შედეგი მოაქვს 4-6 წელიწადში. როდის? მაშინ, როდესაც შენი მომავალი არჩევნების დროა. 6 თვეში შენ ამას მოასწრებ, ხალხი დაინახავს შენ რატორისთვის აკეთებ და ალბათობა იმისა, რომ აგირჩიონ, არის მაღალი. პოლიტიკოსი, რომელიც მზად არ არის, რომ საქმეს იმიჯი შეწიროს, მით უმეტეს ისეთ ქვეყანაში, როგორც ჩვენ განვითარებად ქვეყანაში. ხო? აქ სხვა რეფორმებია განსახორციელებელი, რომელიც ვიღაცას მოეწონება, ვიღაცას არ მოეწონება. ის პოლიტიკოსი პოლიტიკაში ვერ იქნება ეფექტიანი ვერასდროს. არა მარტო იმიჯის შეწირვა არ შეუძლია თანამედროვე პოლიტიკურ მასას ჩვენსას, არამედ ერთი რაღაცა წყაროს, ფულის შეძენის წყაროს ვერ ელევა. საზოგადოება ჩემი აზრით, ამაში მეტი წილი საზოგადოების დამსახურება, რომ ჩვენ ესეთი პოლიტიკოსები გვყავს. მიცემენ ხმას იმ ადამიანს, ვინც პირდება დამატებით მილიონ სამუშაო ადგილს. ხელისუფლება, რომელიც ახლა გვყავს ჩვენ, პირდებოდა ერთ რაღაცას, რომ ჩვენ მივდივართ ევროპაში. 10 წლის შემდეგ კარდინალურად შეცვალა მიმართულება. კარდინალურად ჩანდა, მათი ხელისუფლებაში მოსვლიდან პირველ 6 თვეშივე ჩანდა ეს. უბრალოდ სამჯერ აირჩია ხალხი. ეს ხელისუფლება სამჯერ აირჩია. აი ეს უკვე ცალკე, აი რატო, როგორ ფიქრობ შენ? 400.000 ადამიანამდე არის ჩამოკიდებული სახელმწიფო ბიუჯეტზე. ესე ვთქვათ, და ამ 400.000 ადამიანი ყველგან საჭირო არ არის ხო ვიცით რა. სახელმწიფოს ეფექტიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის, რაც შეიძლება მცირე და წამოჭრილ პრობლემებზე სწრაფად რეაგირებადი ხელისუფლება გყავდეს. 120.000-მდე იყო საჯარო ხელები შავანაძის დროს. 120-140.
კი. მე ეს შემცირდა სადღაც 60,000-მდე. ნაციონალურმა ძალიან ბევრი რეფორმა გააკეთეს. ნაციონალების დროს 70-მდე რეფორმა განხორციელდა ამ ქვეყანაში. საჯარო სამსახურის შენახვის ხარჯები არ უნდა გაცდეს ეკონომიკის 11%-ს. ეს თუ 7%-ზე მეტი არ არის, არის ძალიან კარგი. წარმოვიდგინეთ, საჯარო სამსახურის სისტემას ინახავს საზოგადოება. ხო? ყოველი დამატებითი ლარი გამოყოფილი საჯარო სამსახურის სისტემის შენახვის არის წნეხი საზოგადოებაზე. ინვესტორებისთვის იმას შორის ინვესტორებისთვის წნეხი. ბიუჯეტზე არის ჩამოკიდებული 400,000 ადამიანამდე. ეს ადამიანები ხო ლოიალურად განწყობილები არიან ხელისუფლების მიმართ. მეორე ნაწილი არის გლობალური სიღარიბე, ხო? ლუკმა პურზე გადაგებული ადამიანი არ არის სამოქალაქოდ აქტიური, ესე ვთქვათ, სოციალურად აქტიური, იმიტომ რომ ის გადართულია იმაზე ოჯახში პური რო შეიტანოს. საზოგადოებრივად აქტიური, მოქალაქეობრივად აქტიური არის უკვე სოციალურად შემდგარი ადამიანი, რომელსაც ელემენტარული ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები დაკმაყოფილებული აქვს, ფიქრობს იმაზე, როგორ განავითაროს ქვეყანა, როგორ ღარიბი ხალხის მართვა უფრო ადვილია და ესე გამოდის, რომ ეს ხელისუფლება მიზან მიმართულად ცდილობს, რომ ყავდეს ღარიბი მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომ მან ის აირჩიოს. მაგრამ იმ ამომრჩეველმა ღარიბი რომ არის, იმით რომ ის ხმას აძლევს ამ ხელისუფლებას, რომელმაც ის ამ სიღარიბიდან ვერ გამოიყვანა 14 წლის მანძილზე, ეს არის გარანტია იმისა, რომ ის კიდე 14 წელი იქნება ღარიბი. ჩვენ საერთოდ მინიმალური ხელფასი მიბმულია კალათას ხომ ასე? ნუ ჩემი აზრით მინიმალური ხელფასი საერთოდ არ უნდა არსებობდეს. მინიმალური ხელფასი სად მიდის? ანუ თქვენი შრომის ღირებულება ბაზარზე თუ არის 200 ლარი და მინიმალური ხელფასი 1000 ლარია, წარმოებელი საწაიღებს ამ 1000, ეს ხო მისი ხარჯია. ხო პროდუქციის ფასს გაზდის. მე კომისია შევქმნით ფასებისას და დავიწყებთ შრომას იმაზე, რომ როგორ შეიძლება ფასები ვარეგულიროთ. ეს მორიგი კიდე, ესე ვთქვათ, არასწორი და ჩემი აზრით მავნებლური მიდგომა, იმიტომ რომ ფასს ვერც ერთი კომისია ვერ დაადგეს. ქრთამი, კორუფცია და ამისათვის საჭირო ნეპოტიზმი საკუთარი ხალხის. ამას რითი უნდა უშველოთ? როცა ჩვენ საუბრობთ კორუფციასთან, არსი უნდა იყოს ის, რომ ჩვენ სისტემა უნდა შევქმნათ სისტემა ისე, რომ ის ნაკლებად იყოს დამოკიდებული ადამიანზე, ჩინოვნიკზე, მის სურვილებზე. ხო? აბა ჩვენ თუ გვინდა შევიყოთ შემდგარი სახელმწიფო, ხალხმა უნდა იყოს თავის თავზე პასუხისმგებლობა. ხალხის უნდა იყოს ეს ქონება და ხალხმა უნდა განკარგოს. როგორ მოვიყვანოთ ჩვენ ხელისუფლებაში ისეთი ხალხი, რომელიც აი ამ მამაძაღლობებს არ იზამს? უნდა მოვუსმინოთ კარგად რას გვირდება და იმის მიხედვით. ვინც გეტყვის რომ შევქმნით მცირე მთავრობას, ვინც არ დაგვირდება რომ მინიმალური ხელფასი მექნება 5,000 ლარი, ვინც არ დაგვირდება რომ სამუშაო ადგილებს შექმნია აუცილებლად 5 წელიწადში 300,000 და პენსიებს გაგიზდით და ასე შემდგომ. და გეტყვის რეალურად რას გააკეთებს, ის უნდა მოიყვანო ხელისუფლებაში. ჩინოვნიკის მიერ ჩადენილი კორუფცია და ნეპოტიზმი უნდა გაუტოლდეს სამშობლოს ხალხს და ის შერაცულ უნდა იყოს შვიდთაობაში. როდეს არ ვიშველის. არ ვიშველის. არ უშველის? და რაც შეეხება ჩინოვნიკს, რაკურც არ უნდა გავამკაცროთ ჩვენ კანონი. მავნებელი ჩინოვნიკი აუცილებლად მოძებნის ხვრელს კანონში თუ ერთ დღეში ვერა, 3 დღეში გააკეთებს თავის ესე ვთქვათ მავნებლობას. და ამითი ხელს უშლით ნორმალური ჩინოვნიკს, რომელსაც მართლა საქმის კეთება უნდა, ეს კანონმდებლობა ხელს უშლის. რას ნიშნავს ნეპოტიზმი? ჩვენ ძალიან ესე უყურებთ ხოლმე ამას. ნეპოტიზმი არის, როცა მე არაპროფესიონალი ამყავს ადამიანი სამსახურში, თორე ის ნასტობ მეგობრობით კი არის. მე თუ ხედავ თქვენ ამ ხელა გამოსtildeების ადამიანს, კვალიფიციურს, გიცნობთ და ვიცით რისი გამკეთებელი ხარ. რატო არ უნდა გქონდეს თქვენი სამსახურში აყვანისული? გამკაცრებით ჩვენ ვერ მივალთ შედეგამდე. ჩვენ სტიმულები უნდა შევქმნათ ისეთი სისტემაში, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მინიმუმამდე დაიყვანს სტიმულს იმისას, რომ მე ვიღაც მოვიყვანო. რას გააკეთებდით? მინიმუმ 3, მაქსიმუმ 5 ღონისძიება, რომ ეს ქვეყანა გახდეს ცივილიზებული და კულტურული. პირველი და უმთავრესი. პირველი, აი ეს უნდა ჩავიწერო. უმთავრესი რაც არის და შეიძლება სხვა დანარჩენი არც გააკეთო. სასამართლო სისტემის რეფორმა. პირველი სასამართლო რეფორმა. ამის გარეშე წარმოუდგენელია დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნაც. მეორე, საჯარო სამსახურის სისტემის რეფორმა. საჯარო სამსახურის სისტემის რეფორმა. მესამე. საბიუჯეტო სისტემის რეფორმა. საბიუჯეტო სისტემის რეფორმა. საბიუჯეტო. და მეოთხე პრივატიზება. ხალხს დაუბრუნოთ თავისი ქონება. პრივატიზება. ოღონდ სწორად განხორციელებული პრივატიზება. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის ომში წაიფორხილა. მოხდა ის, რასაც ამერიკელები არაუდნენ.
ირანის ხელისუფლება ვერ ჩამოშალა ამ საკმაოდ მძიმე დატყვა, რომ ირანს გადამალული ჰქონდა ძალიან დიდ სიღრმეებში, როგორც შეიარაღება, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, გამდიდრებული ურანის ის რაოდენობა ამ მიმართულების მუშაობის გასაგრძელებლად. საბრძოლო რაკეტების თითქმის 70%-მდე ირანმა გადაარჩინა. აი ამ მასიურმა დაბომბებმა ის შედეგი ვერ მოიტანა, რასაც ელოდა ამერიკის და ისრაელის მხარე. რაც შეეხება ამერიკის მოკავშირეებს, უარი თქვეს შეერთებოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ ოპერაციაში, რაც ძალიან სერიოზული დიპლომატიური და პოლიტიკური დატყმა იყო თავად ტრამპის ავტორიტეტს. დღეს ორმოზის სუდეს ფაქტობრივად აკონტროლებს ირანის მხარე, ევროკავშირი აღმოჩნდა ბრიტანეთთან ერთად, მათ ასევე შეუერთდნენ სპარსეთის ყურის ქვეყნები. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ ეს ოქროს სამკუთხედი არაბული, ეს არის ემირატები, საუდის არაბეთი და კატარი. ამ ქვეყნებმა, ამ ძალიან მდიდარმა და გავლენიანმა ქვეყნებმა სპარსეთის ყურის მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო დოქტრინა და ის საშუალებები, ის ჰაერსაწინააღმდეგო განსაკუთრებით საშუალებები არ იყო ეფექტური ირანის შემტევი დრონების წინააღმდეგ. რომ სპარსეთის ყურის ქვეყნებმა და ეს ევროპის ინიციატივა იყო, რომ მათ წარუდგინეს ამ ქვეყნებს უკრაინა, რომელსაც აქ ინოვაციური, აბსოლუტურად ახალი, აი ამ უპილოტო შემტევი აპარატების საწინააღმდეგო ეგრეთ წოდებული გადამჭერები, რომელიც არის იაფი, მისი წარმოება უკრაინას უჯდება ალბათ 20-ჯერ უფრო იაფი ვიდრე პეტრიოტის ერთი რაკეტა და აი აქ დაიწყო თანამშრომლობა სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და უკრაინას შორის. რა თქმა უნდა, ამან უკრაინის როგორც საერთაშორისო სამხედრო მდგენელი ავტორიტეტი ძალიან გაზარდა. ძალიან მდიდარი ქვეყნები, რაც უკვე ვთქვი, ხო, სპარსეთის ყურის უკვე თანამშრომლობენ ერთიან ევროპასთან. ხოლო ერთიანი ევროპის დიდი სამხედრო ქოლგა იქნება უკვე უსაფრთხოების დიდი სისტემა, რომელსაც თითქმის ყოველ კვირას, ყოველი თვე უერთდებიან არა ევროკავშირის წევრი ქვეყნები. ასეთი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპაში არის ნორვეგია, რომელიც შეუერთდა ასევე შვეიცარია, მაგრამ ამას შეუერთდა კანადა, სამხრეთ კორეაც, ავსტრალიაც. კიშინევში სულ 3 დღის წინ გამართულ ასევე ევროკავშირის სამიტს, სადაც მიიღეს სხვათა შორის გადაწყვეტილება 36-მა ქვეყანამ, რომ შექმნან სპეციალური ნიურნბერგის მსგავსი სამხედრო ტრიბუნალი, სადაც გასამართლებიან რუსეთის მაღალჩინოსნები, ვინც სასამართლომ შეიძლება ბრალეულად ჩათვალოს, საერთაშორისო სასამართლომ ჩათვალოს ბრალეულად უკრაინაზე თავდასხმაში და სამხედრო დანაშაულში ჩვენ ვართ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. საქართველოს არის ევროპის მეგობარი ქვეყანა. ევროპისთვის საქართველოს იყო დემოკრატიული ევროპასთან თანხმობის ლიდერი ქვეყანა. დღეს ასეთად გამოაცხადეს სომხეთი, საქართველოს ეს ფუნქცია დაკარგა და დაკარგა შეგნებულად და განზრახ ოცნების ხელისუფლების ხუშტურების გამო. გარიგდნენ ჩინეთი და ამერიკამ ფაქტობრივად უკან დაიხია ტაივანის საკითხზე. ჩინეთის პირობაც ეს იყო, რომ დაანებეთ თავი ტაივანს, ნუ აწვით იარაღს, ნუ აგულიანებთ. ასევე იყო სიძიპინის კატეგორიული ესე ვთქვათ პირობა, რომ დრაკონული ტარიფები, რომელიც აადო მას ამერიკის მხარემ შემცირებინა. შემცირდა ეს ტვირთი ტარიფები სპეციალურად ჩინეთისთვის. ანუ ეს ორი მთავარი პირობა, რომელიც აინტერესებდა სიძიპინს, ანუ ჩინეთის მხარეს, იქნა გათვალისწინებული და ამ დათმობაზე ტრამპი წავიდა.
სანაცვლოდ ჩინეთი დებს პირობას რომ იყიდეს ამერიკულ ნავთობს ეს არის გარიგება როდესაც ორი კონკურენტი და საკმაოდ ხისტად დაპირისპირებული ერთმანეთთან იწყებენ თანამშრომლობას ჩინეთის სტრატეგიულ ქვეყნად გამოცხადება საქართველოს ხელისუფლების მიერ როდესაც საქართველოს ხელისუფლებას და პირადად ბიზინა ივანიშვილს ადევს ამერიკული სანქციები რომლის გათვალისწინება უკვე ჩინეთს მოუწევს ну ბუნებრივია ვინაიდან უკვე გარიგება შედგა ტრამპთან ახლა გადმოვინაცვლოთ ისევ სპარსეთის ყურეში ეს სპარსეთის ყურე რომელიც თანამშრომლობს ძალიან მჭიდროდ ევროკავშირთან არ ითანამშრომლებს და არავითარ სანქციებს ანუ თავის ფულს საფრთხის ქვეშ არ დააყენებს აი ასეთ ვითარებაში საქართველოს რჩება მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის იმედად რომელიც ძალიან დასუსტებულია უკრაინა ბომბავს მის დედაქალაქს მოსკოვს და მოსკოვი ვერ აკეთებს ვერაფერს რუსეთს უკვე გაუჩნდა სერიოზული პრობლემები ეკონომიკაში ამან ყველაფერმა ერთად გამოიწვია ის რომ საქართველოში ივანიშვილის ხელისუფლება იწყებს აი მთლიანად ჩამოგიდებული რო იყვნენ რუსეთზე აი ეს ნელ-ნელა კვდება საქართველოს დელეგაცია გაემგზავრა ერევნის სამიტზე ევროკავშირის რომელიც არის იყო ყოველთვის და ახლაც არის ანტირუსული სიტყვით გამოდის მონაწილეობს საქართველოს პრემიერი რომელიც არჩევნების დროს უკრაინის დანგრეულ ქალაქებს აჩვენებდა გამოსახული ბილბორდებზე მთელ თბილისში ახლა გულთბილი შეხვედრა გაიმართა პრემიერ კობახიძესა და ზელენსკის შორის ეხლა კიშინიოვის სამიტზე ჩავიდა ქართული დელეგაცია არ დაუჭერია მხარი ამ სპეციალური ტრიბუნალის ანტირუსული ტრიბუნალის შექმნისთვის მაგრამ ესწრებოდა ამ სიტყვას იქ იყო და მან გამართა შეხვედრები მათ შორის უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან ანუ მიმდინარეობს გაშმაგებული მცდელობა თბილისის მხრიდან რომ აღადგინოს კონტაქტები ევროპასთან რამდენად აქვს ეს რესურსი ივანიშვილის ხელისუფლებას სამწუხაროდ არ აქვს რადგანაც ნდობა დაიკარგა დღეს ის სახელმწიფოები მოდიან წინ რომელთაც სოფლიო ენდობა ევროპასთან უნდათ ურთიერთობის და კონტაქტის აღდგენა და დღეს მდინარაძე რაღაც 3 თვეში გენერალი თუ 4 თვეში გენერალი რო გახდა ხო აცხადებს რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ქმნიან ახალ სამმართველოს რომელმაც თურმე სკრუპულოზულად დაადევნოს თვალყული რას წერთ ჩვენ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები სოციალურ ქსელებში და თუ ეს მათთვის მიუღებელი იქნება ჩვენ იმ სამმართველომ უნდა გვაგებინოს სისხლის სამართლის წესით ამაზე პასუხი. აი ეს არის სწორედ რეპრესიული, დრაკონული პოლიტიკა, არ აქვს არანაირი ნდობა ამ ხელისუფლებას და შესაბამისად მათ არცეთ მონდომებას ყველა შეხედავს ეჭვის თვალით, საერთო სახალხო ერთობა არის საქართველოში საჭირო, რომ ეს ხელისუფლება შეიცვალოს მშვიდობიანად. აი ამ ახალი განახლებული ეროვნული მოძრაობა დავარქვით ჩვენ ამას, აი მეცნიერთა კონგრესის საბჭოზე, რომ ეს უნდა იყოს დიდი გაერთიანება ინტერესთა ჯგუფების, პოლიტიკური ჯგუფების, საზოგადოებრივი გაერთიანებების, ჩვეულებრივი მოქალაქეების, ყველა ერთმანეთთან უნდა მივიდეთ, შევქმნათ ეს დიდი განახლებული ეროვნული მოძრაობა, რომელსაც წინ უნდა წაუმძღვაროს სწორედ მერაბის და ზვიადის დიდებული იდეები, სწორედ ეროვნული განვითარებისა და აი ეს აიძულებს აი ამ ბედოვლათებს, ვისაც დღეს მიტაცებული აქვს ეს ქვეყანა, რომ განთავისუფლონ პოლიტპატიმრები და აი მერე ავიცილებ ჩვენ თავიდან უვიზო რეჟიმის მოხსნას, საშინელ და გამანადგურებულ სანქციებს, რომელიც კიდევ უფრო დიდ გაჭირვებას ჩააგდებს ჩვენს მოსახლეობას. რამოდენიმე დღის წინ მამუკა მდინარაძემ დაანონსა ახალი დეპარტამენტის შექმნა შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელიც მონიტორინგს გაუწევს სიძულვილის ენას სოციალურ ქსელებში.
ანუ სოციალურ ქსელში ადამიანი თუ გამოაქვეყნებს თავის აზრს და შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩათვლის რომ ის საუბრობს სიძულვილის ენით დეპარტამენტს შეუძლია შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტს მიმართოს სასამართლოს და მოქალაქე დააჯარიმონ. ეს არის მე ვფიქრობ არნახული ჩარევა გამოხატვის თავისუფლებაში. თვითონ იდეა რომ ადამიანს შეურაცხყოფა არ მიაყენოს ეს არის ძალიან კარგი, რომ ადამიანი იყოს დაცული, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროში დეპარტამენტის შექმნა, რომელიც თვითონ შეისწავლის და თვითონ დაადგენს, რომელი განცხადება არის სიძულვილის ენის მატარებელი, ეს უკვე არის ცენზურა, რომელსაც დაახლოებით 1 საუკუნის წინ იყენებდნენ ფაშისტურ გერმანიაში. ეს არის პირდაპირი დაშინება, მუქარა, იძულება, რომ საზოგადოებას სასაუბრო აუგზავნო, დააშინონ და პირდაპირი გამოხატვა იმისა, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ქვეყანაში კვლავ გაგრძელდეს დიქტატურა. ან რას ქვია თავად სიძულვილის ენის მონიტორინგი. როგორ შეიძლება აი შეფასება გაუკეთოს ამა თუ იმ პირმა, რომ რა არის სიძულვილის ენა. მოქალაქე და საზოგადოება როცა ხედავს, რომ ესა თუ ის საჯარო მოხელე ან სახელმწიფო უწყება ჩადის არაერთ გზის დანაშაულზე გადაცდობას და ამასთან მიმართებაში თქვას და გამოავლინოს ეს და ამაზე მოითხოვოს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, ეს შეიძლება ჩაითვალოს სიძულვილის ენად. აი ეს ამ სამმართველოს, აი ესეთ კითხვა მინდა დაგისვათ. შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებობა. იქნება თუ არა იმის საფუძველი, რომ წინა საარჩევნოდ გამოვლენილი იქნენ პოლიტიკურად აქტიური მოქალაქეები, რომლებიც ემიჯნებიან ქართულ ოცნებას და მოხდეს მათი ოჯახების დატერორება. გიდასტურებთ და ეს არის იმის გაგრძელება, როგორც კარგად იცის საზოგადოებამ და ჩვენ არაერთი საქმე ქონია წარმოებაში, როდესაც საფეხმავლო გზაზე მყოფი პირები დაიჭირეს, დააჯარიმეს, დააპატიმრეს, 500 ლარიანი ჯარიმა 5000 ლარი გახადეს. აი ამისი გაგრძელება ზუსტად ის, რასაც დღეს ცდილობს დინარაძე, კობახიძე და მის უკან მდგომი ივანიშვილი, რომ მაქსიმალურად ეს ადამიანები, ვინც კიდევ ერთხელ ვსაუბრობ, რომ ვისაც სრული ექნება თქვა სიმართლე, მოხდეს ამ ადამიანების დაშინება. ჯერ ვინ უნდა აი ამ სამართლოში, ამ დეპარტამენტში, ვინ უნდა იმუშაოს, როგორ შეიძლება აი როგორი კრიტერიუმებით მოხდება იმ ადამიანების შერჩევა. ეს არის ივანიშვილის რეჟიმის ცენზურა. ეს სიგიჟეა. სახელმწიფოში არ არსებობს ფაბრიკა ქარხნები, არ არსებობს მრეწველობა, წარმოება, არ არის დასაქმებული ხალხი. შემოსავალი არ შედის ბიუჯეტში, როგორ უნდა შეიტანონ ბიუჯეტში შემოსავალი, მოვიდათ აი ესეთ იდეა, რომ აი ამ გაღატაკებული ხალხის საშუალებით მათ პირიქით გაზარდეს 100-ჯერ და 1000-ჯერ გაზარდეს ჯარიმები. ურმე მეტი უბედურება ქვეყანას და მეტი ის არ აღვაქვს ჩვენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაემატოს ერთი სამმართველო თუ დეპარტამენტი და იქ და ეს არის კიდევ რა ბატონო ზაზა, რომ ხელისუფლების პირდაპირი რომ ადამიანები და შინაგან საქმეთა სამინისტროში დაასაქმოს ის ადამიანები, რომელი ადამიანებიცაც ეტყვიან, რომ აი შენ დაგასაქმე, მოგცემ ხელფას, მაგრამ რასაც გეტყვი და თუ საჭირო იქნება მიტინგებსაც დაარბევენ. მე გაგახსენებ რამდენიმე წლის წინ, როდესაც ქართულ ოცნებას გაემიჯნენ ქალბატონები, რომლებიც ღიად უდაუპირისპირდნენ ივანიშვილის რეჟიმს, მაშინვე მათზე გავრცელდა ინტიმური ჩანაწერი. არავინ არ გამოიცია ეს ფაქტი. ანუ ივანიშვილის რეჟიმი მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ საზოგადოებას გვეუბნება, რომ მზია ამაღლობელი, ესე პოლიციელის შემორტყმაზე, რა ქვია, ციხეში ზის ადამიანები, რომლებიც აწამეს, ცემეს, დაასახიჭრეს, ზოგიერთ პოლიციელს დააწინაურეს. როდესაც ქართული ოცნება საზოგადოებას გვეუბნება, რომ მე ვისაც მინდა დავიჭერ, ვისაც მინდა დავრჩი, ვისაც მინდა გაუშვებ და ჩვენ უყურებთ, რომ ჟურნალისტი ციხეში უზით.
და პარლამენტის წევრები, რომლებიც ერთმანეთს აგინებენ, კიდე საქართველოს პრეზიდენტი ავიღოს, მის ცნობილი გამონათქვამები, ხო? ეს თუ სიძულვილის ენა არ არის, მაშინ რა არის სიძულვილის ენა? ამაზე რა თქმა უნდა ქართული ოცნება არ აკეთებს რეაგირებას. მე არ მგონია რომ დინარაძეს მოსწოდა ეს აზრი. უბრალოდ დინარაძემ ეს გააჟღერა. ეს არის ივანიშვილის რეჟიმის სავარაუდოდ ივანიშვილის თავში მოხარშული. უბრალოდ მე მინდა ივანიშვილს შევახსენო რომ აი ამ ქმედებების შემდეგ იმდენად საძულველი ადამიანი გახდა მიხეილ სააკაშვილი, რომ საზოგადოება მას გაემიჯნა. ივანიშვილის რეჟიმმა შემოიტანა კანონმდებლობა, რომელიც არის ბოროტი კი არა, უბოროტესი. ანუ ადამიანებს მალე სუნთქვას აგიგრძალა. იმიტომ რომ ქვეყანაში არ ყავს ოპოზიცია. შენ რო დღეს მოგინდეს, აი ფრიდონ, რომ მოგინდეს ოპოზიციურ ველზე შესვლა. არ შეგისვებენ ეგრეთ წოდებული ოპოზიციურ ტელევიზიები. ადამიანებმა თქვა ეს რომ არჩევნებში არ ვიღებთ მონაწილეობას, როცა არჩევნები მოგებული ყოლა თბილისის. ანუ ივანიშვილის თავისი დანიშნული ოპოზიცია რო არ ყავდეს, ივანიშვილის რეჟიმი დამთავრდებოდა. ხალხს ჭირდება ახალი სახეები, აი ახალი სახეებს არ შევოუშ. ჭირდება ახალი ლიდერები. ეს ორი ტელევიზია, ეგრეთ წოდებული ოპოზიციური ტელევიზია, ახალ სახეებს არ შემოუშვებენ. უნგრეთის არჩევნებში 80%-მა მიიღო მონაწილეობა და უნგრეთში ორბანი, რომელიც იყო უძლიერესი მმართველი, რომელიც 16 წლის განმავლობაში მართავდა უნგრეთს. წააგო კატასტროფულად არჩევნები. მისმა მოწინააღმდეგემ რა გააკეთა? ხალხს მოუწოდა რომ ჩვენ ორბანი რო დავამარცხოთ, ამისათვის საჭიროა 75% მოხვიდეთ არჩევნებზე. მოვიდა 80% და ადამიანმა მიიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა. არჩევნებზე როდის მოვა ხალხი? თუ მივა ამ ხალხთან ადამიანთა ჯგუფი, რომელიც კეთილსინდისერად პატრიოტად აუხსნის თუ რატომ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, აი მაგაში არ გეთახმებით, რომელიც საზოგადოება ასლარს რო იღებს არჩევნებზე, რომ ივანიშვილს მიეყიდოს. საჭიროა მოქმედება, საჭიროა საზოგადოებამდე სწორად მიტანა ინფორმაციის თუ რა უნდა გაკეთდეს. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ მოხდეს გაზატრიალება, ფედერალიზაცია მოხდება. უნდა ხალხი დარაზმო, როგორც დაირაზმა უნგრეთში, უნდა უთხრა ყველა ადამიანმა მოხვდეს არჩევნებზე და დამთავრდა. გავიგე ბატონო ზაზა, მაგას გეუბნები და თქვენ მეუბნებით, რომ რომელიც საზოგადოება, რომელიც 20 ლარზე და 30 ლარზე იყიდებაო და საზოგადოების ხო მერე ვინც არ იყიდება, ეუბნებენ არჩევნებზე არ მოხვიდაო. ერთხელ და სამუდამოდ ზუსტად ცუდი რა არის, ჩემი შეფასება ყოველ შემთხვევაში, რომ ჩვენ საზოგადოება უნდა დავივიწყოთ ეს ხელისუფლება და ეს ოპოზიცია და ვეძებოთ და უნდა გავერთიანდეთ ახალი და ლიდერების და ახალი მოძრაობა უნდა დაიწყოს.